დილამშვიდობისა დღეს 17 ოქტომბერია პარასკევი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ ვიდრე გაგაცნობთ გადაცემის ანონსს საეკლესიო კალენდარი ვნახოთ და შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია 17 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ევდემოს პირველს, საქართველოს კათოლიკოსს, წმინდა მღვდელმოწამე იეროთეოსს, ათენელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს გაიუსს, ფავსტოს, ევსევის და ქერიმონს, წმინდა მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელს, ღირს ამონის, ღირს პავლეს, წმინდა მოწამეებს დავიქტის და მის ასულ კალისთენიას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს გადაცემას ანონსს გაგაცნობთ საკვირაო სახარების განმარტების შესახებ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად ჩვენი სტუმარი იქნება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. ხვალ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს გრიგოლ ხანძთელის წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენებას 16 ოქტომბერს შუადღიდან შუაღამიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო ლოცვითი მსვლელობა წმინდა გრიგოლ ხანძთელის გზა და სწორედ დავით კონჯარია დეკანოზი ჩაგვერთვება და უფრო მეც გვეტყვის ამ გზის შესახებ. შემოგვერთება წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი საფრანგეთში არქიმანდრიტი ანტონი და ვისაუბრებთ სამრევლოს სიახლეებზე და საქველმოქმედო პროექტებზე. დიასპორის ახლის ორგანიზებით მალტაზე გაიმართა ღონისძიება, რომელსაც უძღვებოდა ჩვენი თანაწამყვანი კახა მიქიაშვილი და ნახავთ ასევე მის მიერ მომზადებულ სიუჟეტსაც. და კიდევ ერთი თემა გვექნება გადაცემის დასკვნით ნაწილში 17-27 ოქტომბრის ჩათვლით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა ღანი სიყვარული განმხრთობის გზა და დაჯილდოების ცერემონია თემაზე სასაუბროთ გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვერთება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვფიქრობთ მრავალფეროვანი და საინტერესო. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს გადაცემაში. მოვისმინოთ, შევიტყოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და შემოგვერთება მამა დავით მექვაბიშვილი. დაგველოდეთ.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამა დავით, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მერტი შეგვეციოს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მამა დავით, ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ კვირას სამღვთო ლიტურგიაზე წასაკითხი სახარების ეპიზოდის შესახებ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ შინაარსს შეგვახსენოთ და შემდგომ გადავიდეთ განმარტებაზე. ეხლა კვირას წმინდა ეკლესიებში წაიკითხება ლუკას სახარებიდან მე-7 თავის მე-11-მე-16 მუხლები. საკმაოდ მცირე სახარება არის, მაგრამ რა თქმა უნდა შინაარსით, საერთოდ ზოგადად თქო სახარება ძალიან დიდია, მაგრამ მით უმეტეს კვირას წაკითხული სახარებების შინაარსი ორმაგად მნიშვნელოვანია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში უნდა ტრიალებდეს ჩვენს გონებაში. და შეძლებ ისაგვარად უნდა ვეცადოთ, რომ აი საკუთარი თავი დავინახოთ ამ სახარებაში, რომ ჩვენგან რა სიტყვის უფალი და რაზე უნდა გადავეწყოთ სახარების წაკითხვის თუ მოსმენის შემდეგ. რაც შეეხება სახარებას, ესე არის მისი შინაარსი. უფალი, როდესაც მიახლება ქალაქ ნაინს, ერთადერთ შემთხვევაში სწორედ აქ იხსენიება ქალაქი ნაინი და ისე რომ უფალი უდიდეს სასაულს აღასრულებს. რაც არის მკვდრის გაცოცხლება, ის შეხვდება ესეთ პროცესიას, ესე იგი ქვრივ ქალს ყავდა ერთადერთი ძე, რომელიც გარდაეცვალა და ქალაქიდან ხდებოდა მისი გამოსვენება, უფალი ხვდება, ესე იგი გაჭირებულ ადამიანს, გულმოკლულს და აღუდგენს მას ერთადერთ შვილს, რასაც მოყვება ბუნებრივია ერის ადლიერება ღვთისადმი, დიდება, თაყვანისცემა. აი მოკლედ ეს შეიძლება წარმოვაჩინოთ დღევანდელი სახარება და უფრო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არის განმარტება, იმიტომ რომ წმინდა წერილში ბევრ განკვდება ესეთი ისტორია, როდესაც უფალი ან განკურნავს, ან აღადგენს, ხო? არის თქვა. საკუთრივ აი ეს ეპიზოდი მაინც რითი არის გამორჩეული? გამორჩეული ზოგადად ლუკას სახარება არის, იმიტომ რომ ხა მათეს სახარება და მარკოზის სახარება უფრო გავს ერთმანეთს, ვიდრე თქვა ლუკას სახარება და ეს შემთხვევა მხოლოდ ლუკასთან არის მოცემული, აქედან გამომდინარე ორიგინალური თხრობა არის. ლუკას ძალიან დიდი წტომა ჰქონდა ქრისტესთან დაკავშირებულ მოვლენებთან მრავალი ფაქტორის გამო და ერთ-ერთი დიდი ფაქტორის იყო, რომ ის დაკავშირებული იყო კლეოპასთან, რომელიც იყო მარიამის მეუღლე და მარიამი იყო ღვთისმშობელთან ერთად აღზრდილი და გაზრდილი და ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო თავმოყრილი გარემოცვაში და ბუნებრივია ეს ყველაფერი გადავიდა შემდგომში უკვე ლუკა მახარებელთან და რით არის ახლა ესე იგი განსხვავებული ეს შემთხვევა როგორც თქვით სახარებაში სამი მკვდრის აღდგინება არის მოცემული, ერთი იაიროსის ასულის, ერთი ნაინალი ქრივის, ერთი ლაზარეს აღდგინების. სამივე შემთხვევაში უდიდეს სასაულთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში უკვე ესე ერთ შემთხვევაში იყო რომ ახლად გარდაცვლილი იყო იაიროსის ასული, ლაზარეს შემთხვევაში უკვე დასაფლავებული იყო და ამ შემთხვევაში ხდებოდა დასაფლავება და რა თქმა უნდა სამივე გავს ერთმანეთს განსხვავებები არის მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციურად და გარდაცვალება ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე არის და სამივე შემთხვევაში უდიდესი გლოვა იყო ჭირის უფლებში და ესე იგი უფალი თავის სულიერ მზერას მიაპყრობს ქვრივ ქალს, რომელსაც ესეთი გასაჭირი ჰქონდა, რომ ერთადერთი შვილი ყავდა გარდაცვლილი, რითაც გვიდასტურებს უფალი თავის დიდ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ და განსაკუთრებით ესეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ არაფრით არ ტოვებს ღმერთი ყურადღების მიღმა არც ერთ ადამიანს და მით უმეტეს ესეთ ადამიანებს და ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი პარალელები ივლება, ცუდი პარალელები, ამაზეც მინდა ვისაუბრო სახარებასა და თანამედროვე მოვლენებს შორის და ჩვენს ცხოვრებას შორის. ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს გარშემო მიდიან ადამიანები მიყავს უფალს, მანამდე ჩვენ ლოცულობთ ახირებულად, ცოტა ესე შეიძლება ითქვას, რომ ისე ღმერთს ვთხოვთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიწიერი სიცოცხლე მისცეს ადამიანს, ანუ ისე ღმერთო გადაარჩინეთ ამ გადარჩენაში ვდებთ ჩვენ გაგებას, რომ ადამიანმა გააგრძელოს მიწიერი ცხოვრება და ჩეულ რეჟიმში ისე იგი ცხოვრება როგორც მანამდე აკეთებდა და როდესაც ამის საპირისპირო ხდება და ადამიანი გარდაიცვლება, ძალიან ხშირად ჩვენ კარგავთ რწმენას. და აქ უნდა ითქვას ის, რომ ესე იგი რა მნიშვნელობა აქვს ხო ახლა ამას. კი გასაგებია რომ ჩვენ გვინდა რომ დიდხანს ვიყოთ აქ და ბევრი დრო გავატაროთ ერთად, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველანი დავტოვებთ ამ წუთისოფლს და
ღმერთს უნდა შევთხოვოთ ის, რომ უფალო იყო შენინება და ადამიანს მიეცი სულიერი სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. უფალმა ჩვენ უკვე დაგვანახა და დაგვიმტკიცა, რომ პრობლემა არ არის მისთვის მტრის აღდგინება, მარტივად აღასრულებს ამას, თუკი ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში იყო არის აფიქსირებული არაერთი შემთხვევა მტრების აღდგინების, იქ განსაკუთრებულ ქმედებებთან ქონდა ჩვენ საქმე წმინდანებმა ხანგრძლივი ხვეწნა მუდარის შემდეგ აღასრულეს ეს დიდი სასწაული და გააცოცხლეს მტრები, მაგრამ უფალი ამას თავისი საღვთო ხელმწიფებით აკეთებს, რითაც გვიმოწმებს ჩვენ იმას, რომ მისთვის პრობლემა არაფერი არ არის, არაფერს არ გვეშინოდეს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები. ნუ გეშინინ, მე მიძლევიეს სოფლის და სიკვდილი უკვე დამარცხებული არის. ნუ ეს ჯერ კიდევ ის შემთხვევა არის და ის ეპიზოდია, როდესაც სიკვდილი ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული, ანუ ეს გამომხსნელობითი მსხვერპლი ქრისტეს აღსასრულებელი აქვს და ესე იგი ეს ამ ქალთან, ქვრივ ქალთან ქრისტეს მიახლება და ამ სასწაულის აღსრულება, რა თქმა უნდა, ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე ახალი აღთქმის მოქალაქეები ვართ, ჩვენს წინ გადაშლილი არის ძალიან დიდი საკვირველი საქმეები ქრისტესი და ყველაზე მეტად ის, რომ მან სიკვდილზე გაიმარჯვა, სიცოცხლე გვაჩუქა და არაფერს არ უნდა გვეშინოდეს, ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს, ეს არის სულიერი სიკვდილი და სიმბოლურად, აი, როდესაც ძველ აღთქმაში იყო ესეთი ტრადიცია, ესე იგი, მიცვალებული ქალაქიდან უნდა გაიყვანა და ქალაქგარეთ უნდა დაემარხათ, ეს ქალაქიდან გასვლა ნიშნავს, ესე იგი, საკუთარი თავის დაკარგვას, სულიერად დაკარგვას საკუთარი თავის და უფლის მოწყალება სწორედ ის არის, რომ არ დაუშვას ჩვენი სულიერი სიკვდილი. თავარი ეს არის, თორემ თუ ესე იგი სული ვერ ცხონდება და მას სულიერი კავშირი ვერ იქნება ღმერთთან, მაშინ სხეულიც ბუნებრივია ვერ მიიღებს ამ სიცოცხლეს, ანუ სხეული იქნება სულთან ერთად. უპირველესი არის სულის გადარჩენა და სულის სიცოცხლე. დიახ, მამე დავით, აი ასეთი ეპიზოდების დროს, როდესაც უფალი სასწაულს აღასრულებს, არის ხოლმე, ვთქვათ, მადლიერი ადამიანები გვხვდება წმინდა წერილში და არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გარკვეული კრიტიკით ხვდებიან უფლის მოქმედებას, სასწაულს და რაღაც მოკლედ მაინც უარყოფით მხარესაც უძებნიან სიკეთეს. ხშირია ესეთი შემთხვევა. ამ შემთხვევაში ლუკა მახარებელთან არ გვხვდება, ხო? უკავშირი ნამდვილად არ ხდება, არ არის დადასტურებული განსხვავებით ლაზარეს აღდგინებისაგან, არც იაიროსის ასულის აღდგინების შემდეგ ხდება, ესე ვთქვათ, რაიმე საპირისპირო აზრის გამოთქმა ქრისტეს მოწინააღმდეგე ძალთაგან. ნუ ისე ლაზარეს აღდგინებას ძალიან დიდი შეძახილები მოყვა ოსანამ აღალთაშინა და მთელი წყება ადამიანთა გამოვლენილი სიყვარულის რწმენის ქრისტესადმი, მაგრამ იქ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საბოლოოდ ლაზარეს მოკვდინებაც განიზრახეს იმისთვის, რომ მის გამო მრავალი ადამიანი ირწმუნებდა ქრისტეს. ამ შემთხვევაში მთელი ადიდებდა ღმერთს ნაინელი ქვრივის აღდგინების დროს, რადგანაც აქ თავმოყრილი იყვნენ უბრალო ადამიანები, არ იყვნენ ფარისევლები, წიგნობრები და შულის მოწყვრები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ქრისტეს და ესე იგი ეს ადამიანურ თანალმობას გამოხატავდნენ აი ამ ქალის მიმართ, რომელიც ესეთ უნუგეშო მდგომარეობაში იყო და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქრისტეს მოსვლამდე 400 წლით ადრე წინასწარმეტყველება დაცხრომილი იყო ებრაელებშენ, ბოლო წინასწარმეტყველი მალაქია იყო. მალაქიას შემდეგ გადის ახლობით 4 საუკუნე. ებრაელები მოლოდინში იყვნენ, რომ ღვთის სიტყვას ვინმე გაუცხადებდა მათ, რადგანაც საკმაოდ მოსაწყენი იყო ებრაული უკვე ტრადიციული რჯული, რადგანაც მხოლოდ გარეგნულს გადაგებდნენ და იქ არ იყო არც სიყვარული, არც ნამდვილი რწმენა, არც მეგობრობა, არც თავგანწირვა, არაფერი აბსოლუტურად, რაც ახალ აღთქმაში არის. მშუტავი პატრუკივით იყო ძველი აღთქმის ეკლესია. ესეც კი დაჭრილი ჰქონდათ ადგილობრივ სასულიერო პირებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი ოვაცია და დიდი სულიერი ეფექტი მოახდინა ამ სასწაულმა ერზე და ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველი დიდი აღდგომილ არ ჩვენ შორის და მოხედნა ღმერთმაერსათვისაო და აი ამ სიტყვებთან მიმართებაში მის თქმა შეიძლება, რომ საერთოდ ძალიან ბევრი იყო ქრისტეს მოსვლაზე ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში,
ყველა წინასწარმეტყველმა თავისებურად გამოთქვა ახალი აღქმის მოვლენები, მაგრამ ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული წინასწარმეტყველი, რომელსაც ერი იცნობდა, იყო მოსე წინასწარმეტყველი და ასე მაინც მოსესთან ნაკლებად ხდება მესიანური წინასწარმეტყველებები და ყველაზე გამორჩეული არის სწორედ ეს წინასწარმეტყველება, სადაც მოსე საუბრობს ესე, რომ წინასწარმეტყველი აღგიდგინოს თქვენ უფალმა ღმერთმა მათაგან თქვენთა, ვითარცა ესმე მისი ისმინეთ. და იყოს ყოველმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყველისა მოისპოს იგი ერისაგანო და აი ეს წინასწარმეტყველი აღგიდგინოში რა თქმა უნდა მესიანური გაგება იყო ჩადებული და ეს სიტყვები ერისა რომ წინასწარმეტყველი აღდგომულა ჩვენ შორისო ბუნებრივია მათ ეს დიდი სასწაული და უკავშირეს მესიას მის მოსვლას რადგან ესე მარტივად უბრალოდ რომ ისე იგი გარდაცვლილს უთხრა აღდეკ და მაშინვე გაცოცხლდეს ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია და ბუნებრივია ადამიანებს გვახარებს ის, როცა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, რაც არის სიკვდილი და ეშმაკი, მარცხდება პიროვნების მიერ, რომელსაც უკვე გამოვლინება თავის საქმეების აქვს ღმერთობის, ანუ ქრისტეს არასდროს ესე ხმამაღლა არ უთქვამს, რომ მე ღმერთი ვარ. ის თავისი ქმედებებით, თავისი საღვთო ხელმწიფებით, ვინც გამგები იყო ამას გაიგებდა, ყველას უდასტურებდა რომ ის იყო დედამიწაზე მოსული ღმერთი, ჩვენს გადასარჩენად, სიკვდილის დასამარცხებლად და სიცოცხლის გადმოსაცემად. და აი ეს ესე იგი ეპიზოდები ახალ აღქმაში რაც არის სახარებებში მკვრების აღდგინების იყო და არის საყოველთაო მკვდრეთით აღდგინების წინა მომასწავებელი როგორც არის ეს თუნდაც ლაზარეს აღდგინების საკითხავში ყოველთა აღდგომას და პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი ამისთვისაც მეგობარი შენი ლაზარე მკვდრეთით აღადგინეო და ჩვენ ვართ გამარჯვებულები უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ჩართულები უფალს ძალიან უყვარვართ და ეს სიყვარული უფალმა უკვე ჯვარზე გამოავლინა თავისი მკვდრეთით აღდგომით და ნამდვილად როგორც ფსალმოში არის დაწერილი უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს ერთადერთი უნდა გვეშინოდეს იმისა რომ არ დავკარგოთ ღმერთის მადლი ნამდვილი რწმენის მადლი არ დავკარგოთ რადგანაც სიცოცხლე და აღდგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ჩვენში და ეს ბედი მაშინ მოგველი ჩვენ თუ იქნებით სწორ სარწმუნოებაში აქ კიდევ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენ ვისაუბრეთ საყოველთაო მკვდრეთით აღდგინებაზე რომელიც მეორე მოსვლასთან ერთად იქნება როგორც არსებულ სახარებაში უფალი ერთი სიტყვით ეუბნება გარდაცვლილს რომ აღსდეკ და ის მეხსეულად აღდგება ასევე უფალიც ერთი სიტყვით სხეულებრივად აღადგენს ყველას საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა სწორედ ეს იქნება და აქ უნდა ვთქვათ ის რომ აღდგებიან მართლებით და ცოდვილებით ესე იგი ვინც უნდა ცხონდეს ანუ უნდა მკვიდრდეს და გააგრძელოს ცხოვრება უფალთან სასუფეველში ასევე ვინც ვერ ცხონდება უხრწნელ სხეულს ყველა შეიმოსავს ოღონდ რა თქმა უნდა როდესაც შენ უხრწნელი სხეული გექნება ორმაგად სიხარული იქნება თუ სასუფეველში იქნები და ორმაგად დიდი ტკივილი იქნება თუ ვერ იქნები სასუფეველში ჩვენ ყოველას გვექნება საყოველთაო აღდგომის ჟამს ისეთი სხეული, როგორც ჰქონდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და საბოლოო მისია უფლის მოსვლისა სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ გამოვეხსენით როგორც სულით, ასევე სხეულით, ხომ რა ესე იგი გამოხსნა იქნება ეს და რა სრულყოფილება იქნება თუ მხოლოდ სულით ვიქნებით უფალთან და სხეული ჩვენი არ იქნება ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ადამიანობა სწორედ ეს არის, რომ სული და სხეული ერთად უნდა იყოს და ორივე გახარებული უნდა იყოს, მაგრამ ამ წუთის სოფელში ჩვენ გვიწევს ძალიან დიდი წინააღმდეგობები ჩვენს სხეულთან, ხო, სიზარმაცესთან, ნაყროვანებასთან, გემოთმოყვარებასთან და სხვადასხვა იმ ცოდვებთან, რომელიც სხეულებრივ ცოდვებთან არის დაკავშირებული და სხეულებრივ მოთხოვნილებებთან. რაც უფრო მეტად მოვითმენთ და არ დავემორჩილებით სხეულის ჩვენს ამ ახირებულებებს და მოთხოვნებს, რომელიც ყოველთვის თავისკენ გვიზიდავს, თქმა უნდა მით უკეთესი იქნება ჩვენი სულისთვის. როგორც უფალი ამბობს სახარებაში, სული გულს მოდგენიარს, ხოლო სხეული უძლურ. და ყოველთვის მოგვიწოდებს უფალი რომ მასთან ერთად ვიყოთ, მასთან ერთად ვილოცოთ, როგორც მოუწოდებდა გეციმანის ბაღში თავის მოციქულებს, იღვიძებდით და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში და რომ ყოველთვის გვახსოვდეს ის, რომ პრობლემა არ არის უკვე აღარაფერი და
უფალმა გაიმარჯვა, უფალმა მოგცა ჩვენ ეს გამარჯვება და ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერები ქრისტესი აი დიდ სასწაულებთან და დიდ გამოვლენის სიყვარულთან მიმართებაში. ყოველი ჩვენი დღე უნდა დაიწყოს მადლიერებით. ესე იგი ზნეობრივი სწავლება როგორც ესეთი შეიძლება ესე კონკრეტულად არ იყოს ჩადებული ამ სახარებაში ყურის გაცოცხლება არის ეცეთ რაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება მამადავით თუ შეიძლება აი როდესაც მაცხვარი მივიდა ამ ქალბატონთან რომელსაც შვილი გარდაცვლილი ყავს და ეუბნება ნუსტირ ანუ აი ეს რაღაც გარკვეული ნუგეში ხო ძალიან დიდი ნუგეში და იმედი ალბათ რომ აი მე შენ შულს აღიდგე. აი ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა ყურადღების გამახვილება ესეთ რამეს ჯერ ვერც გააკეთებდა, ვერავინ არც გააკეთებდა, ეხა უკვე ადამიანს ასაფლავებდნენ და ეხა ნუსტირ ალბათ ვერც უნდა გაკადნიერდეს ადამიანი, რომ ესე რა თქვა დედას ეხა შვილი გარდაიცვალა და რას ქვია არეტიროს. უფლის ეს სიტყვა არის საქმეც ასევე და ამ ნუსტირში არის უდიდესი ნუგეშინისცემა ჩადებული. შეიძლება ეს ერთ-ერთი დღესაც ხდება ესეთი მსგავსი შემთხვევები. ესე იგი უფალმა ხორცილად არ გააცოცხლოს ადამიანი, მაგრამ აი ეს ნუსტირ ამაში უდიდესი ნუგეშინისცემა არის ჩადებული, იმისა რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ღმერთს უყვარვართ და ჩვენი გოდება, ჩვენი გლოვა უკვე შეისმინა უფალმა შევეწყალეთ უფალს და უფალმა უკვე გადაგვარჩინა და აი ამ ყველაფერს უკვე უფალი ადასტურებს საქმითაც აღადგენს და მისცემს ქალს. აი ეს სიტყვები შემთხვევით არ წერია სახარებაში რომ მისცა იგი დედას და თვისა აი ესე მოკიდა ხელი აღადგინა თან ესე იგი აღდგინება უნდა წარმოჩენილიყო იმითაც რომ ახლად გაცოცხლებულმა ყრმამ დაიწყო საუბარი რაც ერთ-ერთი წარმომაჩენებელი არის ფიზიკური სიცოცხლის და მისცა დედასა თვისა რომ ის ესე იგი ყოველთვის მადლიერი ყოფილიყო არა ზოგადად ღმერთის მადლიერები უნდა ვიყოთ მაგრამ საკუთრივ ქრისტეს მადლიერები უნდა ვიყოთ რადგანაც მან აღასრულა ეს ჩვენი გამომხსნელობითი მსხვერპლი და ის მოგვიახლა ჩვენ მან მიიღო ჩვენებური თბე ჩვენთან ერთად აღიზარდა ჩვენთან ერთად ჭამდა და სვამდა და ესე იგი გაგვიყვანა სამშვიდობოს თავად ამბობს მე ვარ გზა მე ვარ ჭეშმარიტება მე ვარ სიცოცხლე და ესე იგი საბოლოოდ რაც ჩვენ რწმენაში ხშირად მერყევ ადამიანებს ყველაზე მეტად გვამტკიცებს ქრისტეს ღმერთობაში არის მისი მკვდრეთით აღდგომა და ზოგადად აი სიკვდილის დამარცხება. გავიხსენოთ მოციქულების ცხოვრებიდან, მათ არაერთი სასწაული იხილეს ქრისტესთან ერთად გაიარეს ძალიან დიდი გზა და თვით მხილველები იყვნენ უდიდესი სასწაულების, მაგრამ ისე როდესაც დაინახეს რომ ქრისტე დასასჯელად ან ჯვარზე გასაკრავად მიყავდათ ისინი დაბრკოლდნენ და მათი დაბრკოლებული რწმენა ცოცხლდება მაშინ როდესაც უკვე ისინი იხილავენ და ეხებიან მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს იესო ქრისტეს რითაც უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში რომ ის ღმერთი იყო დედამიწაზე მოსული. Ესე იგი, ეს ქრისტეს პიროვნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამოხსნელი იყო თავად მოციქულებისთვისაც, თავისთავად რა თქმა უნდა ეშმაკისთვისაც და მან ვერ გულისხმაყო ის რომ ქრისტეს მოკვდინებით და ჯვარზე გაკვდით ვერაფერ ხერს ვერ მიიღებ და მას პირიქით ეგონა რომ თუ კი ესე თქვათ დაამთავრებდა ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას მის სულს წაიყვანდა ჯოჯოხეთში და ისევ იქნებოდა ის ბატონ გამგებელი როგორი ბიყვია ეს ეშმაკი. ერთ-ერთი ბიბლიის ეპიზოდში არის იუდას წიგნში ენოქის წიგნიდან არის აღებული, სადაც გარკვეული ბრძოლა იმართება მიქაელ მთავარანგელოსა და ეშმაკს შორის. მიქაელ მთავარანგელოს უფლის მიერ გადაწყვეტილებით უნდოდა რომ მოსესხეული უხსნელებაში დარჩენილიყო, მაგრამ იქ როგორც ბიბლიიდან არის ცნობილი, ბოროტმა დაცემულმა ანგელოსმა თქვა რომ ჩემი არს ეს ხელმწიფება, ან პრეტენზია ქონდა მას რომ აი თქვენ ესეთები ხართ, მე შეგაცდინეთ, თქვენ არ გიყვართ ღმერთი, რა თქმა უნდა მოსესხეული უნდა გაიხსნასო. და ესე იგი ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ არსებულ სახარებაზე, კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო. Ძალიან. ესე იგი ამ ამბების შემდეგ იყო ესე იგი თაბორზე მაცხოვრის ფერისთვალება და იქ უფალმა წარმოადგინა მოსე წინასწარმეტყველი და ილია წინასწარმეტყველი. ხა ილიას წარმოდგენა ალბათ ნაკლები სასწაული, თავად ილია არის სასწაული იმისა რომ ესე იგი სულიერ ცხოვრებას რამ ამ ხელა სასწაულის მოხდენა შეუძლია რომ შეგიძლია ბუნებაზე მაღლა დადგე რადგანაც ილიას ხორცელი სიკვდილი საერთოდ არ განუცდია, როგორც მამები ამბობენ, ის არც სამოთხეში, არც ჯოჯოხეთში, დედამიწის საზღვრებში არის და ის უნდა მოვიდეს მეორე მოსტიჟამს, უნდა იქადაგოს და მასზე არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ანტიქრისტეს მიერ იქნება ის მოკვდინებული და შემდგომში უკვე საყოველთაო აღდგომასთან ერთად ისიც
აღდგება. რაც შეეხება მოსაწინააღმდეგოს ის რა თქმა უნდა არ დაიცვალა, საფლავში მიეცა და მეხსეულად უფალმა თაბორის ფრაზე აღადგინა ის მკვდრეთით და წარმოადგინა იქ მოჩვენება კი არ იყო მოსაწინააღმდეგო, არამედ რეალურად ის იყო აღდგინებული და ესეც უდიდესი დამოწმება იყო იმისა, რომ ქრისტე ღმერთია და ქრისტესთვის რა თქმა უნდა მარტივად არის შესაძლებელი ყველაფერი და რომ ჩვენ ეს განსაკუთრებული სასწაულება უნდა დავამყაროთ ქრისტეზე, სხვა არავისზე და არაფერზე. რადგანაც მოტყუებული დავრჩებით და ცოდვა ვართ ეს ადამიანები, რომ სულ რაღაც ისე გადის წლები, რომ ტყუილ წარმოსახვებში, ტყუილ იმედებში, ტყუილ მიზნებში ვატარებთ და მთავარი იმედი ვიზეც უნდა დავამყაროთ. მკვდრეთით აღდგომილი და სიცოცხლის მომცემი ქრისტე, ამას ჩვენ ვერ ვაკეთებთ და ეს არ გვინდა. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ წუთის სოფელი გვართობს თავისი საქმეებით და ჩვენს ხშირად მოგწონს ეს გარეგნული და არ გვინდა რომ ისე იგი ეს გონივრული ბალანსი დავამყაროთ სულიერსა და ხორციელს შორის. აი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ცოტა ისეთი კრიტიკულია, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა წმინდა იაკობ მოციქულის სიტყვები მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა რამე თუ სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღვთისაო. რა თქმა უნდა ყველას გვიყვარს ახლა ეს წუთის სოფელი, საუბარია იმაზე რომ რაღაც პერიოდულად უნდა ავდგეთ და სახარება წავიკითხოთ, ლოცვა აღვავლინოთ, ღვთისმსახურებას დავესწროთ. აი ეს ორი რამ, ესე იგი ლოცვა და ღვთისსიტყვების მოსმენა არის აუცილებელი და შესაბამისად უკვე განმარტების ზებნა. აი როგორ რანაირად ეს ყველაფერი დავնებოთ. როდესაც განიმარტება ესა თუ ის ეპიზოდი, ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ კონტექსტ, ხო, აი თქვენ ბრძანეთ რა მოსდევს თქვა კონკრეტულად ამ ეპიზოდს, რაზეც ჩვენ საუბრობდით და რა იყო მის წინ, რას მოსდევს ეს ეპიზოდი და რა მოსდევს ეპიზოდს. მანამდეც ძალიან ისეთი საკვირაო შინაარსის მქონე ეპიზოდი არის, მანამდე რაც მოხდა. უფალმა წარმოაჩინა თუ რა არის ნამდვილი რწმენა, ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი თავმდაბლობა. აი ამას მოყვა უკვე სახარების ეს მომდევნო სასაული. ნუ წინა ეპიზოდში იყო რომაელი ასისთავი მიდის უფალთან და ეტყვის ესეთ რამეს, რომ უფალო ჩემი მონა არის ნეული, დაცემული ჩემს სახლში, ის იგუება სნეულებისაგან. წამოდი ჩემთან და გთხოვ რომ განკურნო ის და ნუ გზაში როდესაც უფალმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მასთან მიმართებაში რომ აი ეს დიდი სიყვარული შეესრულებინა მისთვის უფალს ეს რომელი ასისთავი ეტყვის ქრისტეს რომ მე არ ვარ ხისტი რომ შენ ჩემთან შემოხვიდე მეც კაცი ვარ ხელმწიფების ქვეშ ჩემს მონებს რასაც ვეუბნები მას აკეთებენ და შენც უფალო რადგანაც შენ ღმერთი ხარ აი ეს რწმენა ქონდა იმ რომელ ასისთავს მიუხედავად მისი არაებრაელობის და ის ტრადიციული ასე ვთქვათ ერის და რჩულის მიმდევარი არ იყო უფალს აი ესეთი დიდი რწმენით მიმართა და ლოცვით და უფალმა მაშინვე ესე ხმამაღლა თქვა რომ არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოება პოვო. ანუ სარწმუნოება არის უპირველესი, რაც განაპირობებს ჩვენ სულიერ სიცოცხლეს, რასაც აქებს უფალი და ძალიან ხშირად გვაყვედრეს უფალი, როცა ჩვენ არ ვიჩენთ ამ სარწმუნოებას. მოციქულებსაც აყვედრეს და ყველას გვაყვედრეს და აი ეს არის ნამდვილად დიდი სიყვარული, როცა ჩვენზე ქვემორე ადამიანისთვის ან მსახური იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ან მტერზეც იგივე უნდა გავაკეთოთ, ვევედრებით ღმერთს და გვინდა რომ ისინი კარგად იყვნენ. აი ეს არის უკვე მაქსიმალური ზღვარი, რაც შეიძლება გამოავლინოს ადამიანმა მიწიერ ცხოვრებაში. დიახ, მამა დავით, ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ ერთ საკითხზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან გლოვიარე დედის მდგომარეობას უკავშირდება ეს ეპიზოდი, ზოგადად გლოვის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს ქრისტიანს, როგორ უნდა იგლოვოს. აი ჩვენ გვახსოვს ლაზარეს, როდესაც ლაზარე გარდაიცვალა, მაცხოვარსაც ცრემლი მოერია, ხო? ცრემლო და იესოცა. დიახ, აი ამაზეც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა და რა თქმა უნდა ეს ადამიანურია ყველაფერი, ქრისტიანობაში გლოვას თავისი საზღვრები აქვს და ესე იგი ვინც არ გლოვობს თავის მიცვალებულს, იმის საქმე რა თქმა უნდა არ არის კარგად, ეხლა რა თქვი არ გლოვობ, უნდა იგლოვო და ეს უნდა გტკიოდეს ეს განშორება, ხო? ერთი დღე რომ ვერ ნახავ შენს ახლობელს, როგორი გულსატკენია, ხო, ვინც გიყვარს. და არანაირი კომუნიკაცია რო არ გექნება მასთან და გარდაცვალების შემდეგ სწორედ ეს არის ხო მაგრამ ეს კომუნიკაცია იკარგება ჩვენ შორის და ჩვენ ამის გამო გლოვობთ რომ სიყვარულთან უკვე ეს პირდაპირი ხორციელი კავშირი ვეღარ გვექნება მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს რომ სიკვდილი უკვე დამარცხებულია განშორება დროებითია და აღდგომის და ცხონების სიხარულთან უნდა შევაზავოთ ჩვენი გლოვა მაშინ იქნება რა თქმა უნდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ საზღვრებში გლოვა თორემ გლოვა რომელიც იქნება უნუგეშო
რა თქმა უნდა ეს ბოროტისგან მოდის და მას უნდა რომ ჩვენ აი დეპრესიაში და უიმედობაში ჩავგზიროს. მით უმეტეს უკვე სიკვდილი დამარცხებულია, ერთადერთი ეს ხორციელი სიკვდილი, რომელსაც ჩვენ გარდაცვალებას და დაძინებას ვეძახით, აქვს დატოვებული უფალს და ამასაც განაქარვებს მეორე მოსვლის ჟამს და სამგლოვია რომ ნამდვილად ეს არ არის მით უმეტეს როდესაც ადამიანი ღვთისმსახურებით ცხოვრობს, მაზიარებელია, ამხსარებელია და ამის შემდგომ მშვიდობით შეხვედრებს სულს უფალს, რა თქმა უნდა, პირიქით იმედი და სასლუებით უნდა აღვივსოთ და ესე ვაკვირდები მასაც რომ როდესაც ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს და ჩვენ წესის ასაგებად მივდივართ, აი რაღაცნაირად სხვა სასლუება ჩდება მის დამილოცვის დროს და როდესაც ხდება ცოტა ისეთი შემთხვევა, როცა ესე ტრაგიკულად გარდაიცვლება ადამიანი რაღაც ნარკოტიკული რაღაც დროების ქვეშ იყო ან რაღაც ისეთი შემთხვევა რა ძალიან ცუდი არის ხოლმე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ ერთადერთი შემთხვევა როცა ანუ მოუნათლავი არის და აშკარად რა თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე მაგ შემთხვევაში წეს ვერ უგებს სხვა შემთხვევაში ისე ყოველთვის მივდივართ ჩვენ მსახურებაზე და რა თქმა უნდა ყველას უსურვოთ ის რომ ქრისტიანობით აღასრულოს თავის ცხოვრების დღეები. ღმერთმა გისმინოთ. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით საინტერესო საუბრისთვის. ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი საუბრობდა სტუდიაში. ახლა 7 გზის ლოცვის დროა. მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში უკვე სხვა თემებით და სხვა სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო
ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელის ხსენებას აღნიშნავს. 16 ოქტომბერს შუაღამიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო ლოცვითი მსვლელობა წმინდა გრიგოლ ხანძთელის გზა. დეკანოზი დავით კონჯარია ჩაგვერთვება ჯგუფთან ერთად. ამჟამად ისინი არიან ფარავნის ტბასთან წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში. დილომშვიდობისა მამა დავით, მოგესალმებით. გესმით ჩვენი? დიახ, მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. დიდი მადლობა რომ გვერთვებით. მამა დავით, მინდა პირველ რიგში წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღესასწაული და მოგვიყევით მარშრუტის შესახებ, სადაც ბრძანდებით უკვე ვუთხარით მაყურებელს, საიდან დაიწყო თქვენი ლოცვითი მსვლელობაც ესეც ვუთხარით და რა გეგმა გაქვთ, აი სად დასრულდება რომ მოგვახსენოთ და მოგვიყვეთ ვისთან ერთად ხართ, ასევე თქვენი ჯგუფი წარმოგვიდგინოთ. დიახ. ჩვენი ლოცვითი მოგზაურობა თქვენ ბრძანეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო შუაღამე 16-ში წირვის შემდგომ და ამის შემდგომ ჩვენ წამოვედით დიდგორის ველით ამოვედით ნიჩბისით, სოფელ ნიჩბისით, წამოვედით მანგლისით, წალკით და ამოვედით ფარავნის უღელტეხილი ამოვიარეთ, რომელიც საკმაოდ მაღალი გახლავთ და მოვედით აი ფარავნის ტბასთან სოფელ ფოკაში, სადაც მამათა მონასტერი ბრძანდება. დღეს აქედან გავაგრძელებთ მსვლელობას, ლოცვით მსვლელობას და მივალთ კარწახში სასაზღვრო პუნქტთან ახლოს მდებარე ნატაძრალთან, სადაც აღვავლენთ ვედრებას ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელის მიმართ, რომელიც უფალმა ღმერთმა განსაკუთრებულად განსასწელში მყოფ და ფიზიკური გადარჩენისათვის მებრძოლ იმ დროს ქართველ ერს, ღვთისმოყვარე ერს, როგორც ძველ აღთქმაში ისრაელს მოუვლინა მოსე წინასწარმეტყველი, ასევე უფალმა ღმერთმა 11 საუკუნით ადრე მოგვლინა ქართველ ერს, გაჭირვებაში მყოფს მეოხად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების გეზის მიმცემად და ქართული სახელმწიფოს მესაძერკვლად ღირსი მამა ჩვენი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც იყო
მოთავე ქართული სახელმწიფოების გაერთიანების და ეს მან კლარჯეთის უდაბნოში მიტოვებულ იავარქმნილ იმდროინდელ კლარჯეთის უდაბნოში ლოცვით თიც დიდებით მოახერხა, რა თქმა უნდა, ქართველ მეფეებთან ერთად და გააერთიანა საქართველო. პირველ ყოვლისა სულიერად მოხდა ეს გაერთიანება, რომელსაც მოყვა ამის შემდგომ ფიზიკური განვითარება და გაერთიანება. ჩვენ ვართ ჯგუფის წევრებთან. დიახ. განაგრძეთ, დიახ. ჯგუფის შესახებ მინდოდა მეკითხა ასევე, დიახ. დიახ, ჯგუფის წევრები ბრძანდებიან ბერი სპირიდონ ლაზარია, მორჩილი საბერო მორჩილი ნიკოლოზ ბახია, ჩვენთან ერთად ბრძანდება გოგიტა მელიქიძე, ასევე სიმეონ ბირკაია და ჩვენი ლაშა ლაგაზაური. ასევე სხვა წარმომადგენლები, რომელნიც გუშინ ჩვენთან ერთად ბრძანდებოდნენ, დღეს ისევ შემოგვიერთდებიან მომლოცველები და ერთად, რა თქმა უნდა, გავემართებით და ვევედრებით გრიგოლ ხანძთელს, როგორც 11 საუკუნით ადრე მოახერხა მან სულიერი გააერთიანება საქართველოსი, ასევე დღესაც მოახერხოს გვიწინამძღვროს ზეციდან ღირსმა მამამ და გააერთიანოს საქართველო და ძალიან ნიშანდობლივია ღირსი მამა გიორგი მერჩულის მიერ აღწერილი მისი ცხოვრება, სადაც მის ცხოვრებასთან ერთად აღწერილია იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და საგულისხმოა ჩვენთვისაც, რომ მესხეთით მიემართებიან ამ გზით გამოიარეს მათ ქართლიდან ქართლში ცხოვრობდა გრიგოლ ხანძთელი, ეპისკოპოსობას გაურბის, ნერსეერის თავის სახლში ასდილი და საქართველოს ტკივილით იწყებს განვითარებას და მისი მოწაფეები და მეგობრები სულიერი თეოდორე და ქრისტეფორე მესხეთით მიემართებიან აფხაზეთში, რათა აი ამ სულიერ განვითარების, სულიერი ერთობის შესაკრებელში აფხაზეთშიც, რა თქმა უნდა, აღშენდეს ქართული მონასტრები და აფხაზი მეფე დემეტრე ჩვენ ვიცით ნაწარმოებიდან თუ როგორ მალავს გრიგოლ ხანძთელისგან მის მოწაფეებს, რომელიც არის ძალიან მოსურნე ქართული მონასტრების აღშენებისა. ეს მეფე იყო, რომელიც ებრძოდა ბიზანტიისაგან შემოჭრილ ლაშქარს და ასევე აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა ბატონობას ებრძოდა და ცდილობდა, რომ ბიზანტიის ეკლესიის წილ ქართული აღმოსავლეთის საქართველოს ეკლესიას ყოფილიყო დამორჩილებული დასავლეთ საქართველო და ამისათვის უბისაში უბეს აარსებს სახელწოდებით უბეს უწოდებს გრიგოლ ხანძთელი, მის ვედრებას არ უგულებელყოფს და გრიგოლ ხანძთელი თავად მოსურნია ამისი წიგნებიც კი ჰქონდა წამოღებული, ესე იგი აი ამ დიდი საქმისათვის და სულიერად აერთიანებენ საქართველოს და ძალიან კარგად ჩანს იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აფხაზეთისა, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა არიან ქართულად მეტყველნი, ქართულად აზროვნებენ, ქართულად ლოცულობენ და მათთვის უცხოა ყოველი სხვა გარემო და ამისათვის აარსებენ ქართულ მონასტერს და ამის შემდგომ ხდება, რა თქმა უნდა, გაერთიანება საქართველოსი, რომლის მოსურნეც ვართ ყველა ჩვენთაგანი და ის ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ტომი, აფსუების ტომიც, რა თქმა უნდა, ამას უნდა შეეგუოს, რომ აფხაზეთი არის საქართველო და იყო ყოველთვის საქართველო და აფხაზი მეფე. ძალიან დიდი მადლობა. ვამა დავით, ქართული მეფე. უღრმესი მადლობა საინტერესო ჩართვისთვის, იმისთვის, რომ შეგვახსენეთ კიდეც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან გარკვეული ეპიზოდები, გილოცავთ ხვალინდელ დღეს კიდევ ერთხელ და წარმატებას გისურვებთ და მშვიდობიან მსვლელობას. მადლობა დიდი. დეკანოზი დავით კონჯარია ჯგუფთან ერთად გვერდთვებოდა და ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას. სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი საფრანგეთში არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი შემოგვიერთდა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ საქველმოქმედო პროექტებისა და სამრევლოში არსებული სიახლეების შესახებ. მამა ანტონ, დილომშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. აი საქართველოში ბრძანებდებით ეს პერიოდი და ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და მოგიწვიეთ.
მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და მადლობა მოწვევისათვის. ჩვენთვის ეს გასახარია. მადლობა. მამა ანტონ, ვიცით რომ თქვენ ძალიან ბევრს შრომობთ მეუფე აბრაამის კურთხევით და ძალიან ბევრი რამ კეთდება საქართველოში მცხოვრები, საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, თქვენ პარიზში მოღვაწეობთ და მინდა სიახლეების შესახებ რომ გკითხოს. ერთ-ერთი ისეთი გახმაურებული ამბავი არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს, ცნობილ ბომბარდირს და თქვენ სულიერ შვილს უკავშირდება მის მაისურებთან დაკავშირებით. ამით დავიწყოთ, თქვენ რომ გაშალოთ ეს თემა და რა ეტაპზე არის ახლა ეს საქველმოქმედო აქცია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი საქმე კეთდება. თქვენ აღნიშნეთ, რომ სამრევლოს არსებობას უცხოეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთადერთი სულიერი კერა, რომელსაც საზოგადოებას აერთიანებს. ერთი მხრივ ღმერთთანაც და მეორე მხრივ რაღაც ფიზიკურადაც ერთად ვართ და ერთი ურთიერთობით, ერთი სიყვარულით, ერთმანეთის გატანით უძლებთ იმ შორეულ ქვეყანაში ცხოვრებას. იმიტომ რომ არ არის ადვილი თქვენ როგორც იცით უცხო ქვეყანაში ცხოვრება. მაგრამ ამავე დროს იქ ცხოვრების საზოგადოება და ნებისმიერი ჩვენთაგანი ფიქრობს ჩვენ სამშობლოზე და თუნდაც პატარა წვლილზე რომ შეიტანოს საკუთარ ქვეყანაში რომ რაღაცა გააკეთოს ქვეყნისთვის. და ამისთვის ყველაზე კარგი ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო, რაც თქვენ ბრძანეთ, გიორგი მიქაუტაძე, ყველასათვის ჩვენთვის ცნობილი საყვარელი ჟორჟი ბომბარდირი, მიყვარს ბომბარდირი, მნიშვნელოვანი პროექტით ჩავერთვეთ და მე ვთხოვე მას და სიხარული დამთანხმდა. ანუ გავაკეთეთ ესეთი პროექტი, რომ ის ჩამოიყვანეთ პარიზში, ჩვენ შევიძინეთ ქართული მაისურები. სადაც ყველას ხო იცით რომ მასთან შეხვედრა სურდა, გაცნობა სურდა და ეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ მას თავისი წესები აქვს. რა თქმა უნდა, თავისი გრაფიკი მკაცრად არის დაცული, იმიტომ რომ საზოგადოებასთან ბევრი შეხებაც არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ვირუსთან იყოს დაკავშირებული, ბევრ ამასთან არის და მკაცრად არის ეს დაცული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა გიორგი მოახერხათ ხოვა, რომ ასეთ კარგ საქმე უნდა გაკეთდეს. და ჩვენ ჩამოვიყვანეთ ის პარიზში, ერთი მხრივ ყველა ჩვენ თანამემამული შევახვედრეთ და მეორე მოვიფიქრეთ ესეთი რამ, რომ შევიძინეთ სპეციალად მაისურები, ის ჩამოვიყვანეთ და მას მოვაწერინეთ ხელი ამ მაისურებზე კადრზე ხედავთ. კი, მაისურებზე მოვაწერინეთ ხელი, ეს მაისურები იყიდებოდა. რა თქმა უნდა და ეს ფული რაც იქ შემოვიდოდა აუცილებლად მოხმარდებოდა საქართველოს და უკიდურესად გაჭირებულ ადამიანებს და ამან ეს დაიდო საფუძვლად ამ ყველაფრისა საქველმოქმედო ღონისძიებისა ძალიან სასიხარულო მთელი მისი ოჯახი დაგვიდგა ჩვენ გვერდზე გიორგი მას საკუთარი წვლილი შეიტანა იმისათვის რომ აქ რაღაცა კარგი პროექტი განხორციელებულიყო იმისათვის რომ დავხმარებოდით გაჭირებულ ადამიანებს და ამ ფორმატით ვარ ახლა ჩამოსული გარკვეულწილად და ვაკეთებ ამ კარგ საქმეებს. რასაც დიდი გამოხმაურება აქვს და დიდი სიხარული ისდევს თან. კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროექტი შედგა. აი თქვენ იცით რომ ჩვენ აფხაზეთიდან რამოდენიმე ოჯახი გადმოვიყვანეთ და დაუფინანსეთ სრული სტომატოლოგიური პრობლემები. იცით რომ არ არის ადვილი აფხაზეთში ეს ყველაფერი, იქ არ არის ესეთი მდგომარეობა რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული და იქ ჩვენს თანამემამულები გადმოვიყვანეთ და რამოდენიმე ოჯახს მთლიანად დაუფინანსეთ, რაც კი სტომატოლოგი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ის რომ 23 ოჯახს, იქ ცხოვრებ ოჯახს დაურიგეთ სათიბები, სპეციალური სათიბები, იმიტომ რომ თან ამას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, როგორც აღნიშნეთ, ის რომ ეს სათიბები აუცილებელია, იქ რომ ძალიან ბევრი მიტოვებული სახლია, ძალიან ბევრი საფლავებია მიტოვებული და მეზობლებს თხოვე რომ ეს იმიტომ კი არ გაძლევს რომ მარტო საკუთარ სახლს მოუაროთ, არამედ იქ არავინ არ უნდა დაინახოს რომ სახლი მიტოვებულია, საფლავი მიტოვებულია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ყველა ერთობლივად მოუვაროთ და ცოტა ჩვენს შრომად შეუმსუბგოს ამ ხრივ და ამიტომ ჩვენ მათ დაურიგეთ ეს სათიბები, სპეციალური სათიბები რომ მოიხმარონ და ასევე ძალიან ბევრი საქველმოქმედო ადამიანებს დავეხმარეთ, ძალიან ბევრი გაჭირებულ ადამიანებს დავეხმარეთ, მათ შორის ონკოლოგიურად მძიმე პაციენტებს ვიყავით ანდრიას ფონდში და ბევრ ადგილას კეთდებოდა ეს საქველმოქმედო საქმე. სურველი კიდევ ბევრი არის რომ გიორგის ხელმოწერით მაიკა შეიძინოს და მე მგონი კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებ და ეს საქველმოქმედო პროექტი გაგრძელდება. ჩვენ იმ დღეს დავთქვით ტაძარში ვიყავით, დავთქვით რომ ამას მიეცემა ტრადიციული სახე და ძალიან ხშირად გიორგი ამას ხშირად გააკეთებს. ეს
ძალიან დიდი დამსახურება. გიორგი ძალიან მარტო გაზრდილი ბავშვი არ არის, ძალიან კარგად აღზრდილი პიროვნება, იმიტომ რომ მისმა მშობლებმა ძალიან ბევრი რამე ჩადეს მასში. იმიტომ რომ თქვენ როცა გესმით გიორგიზე, ჯერ არავინ არ გეტყვით ის ფეხბურტელია, ჯერ ის გეტყვით რა საყვარელი ადამიანია და მერე იწყება როგორც ფეხბურტელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იყო ადამიანი მოსიყვარულე დარჩე ადამიანად და ამით უყვარდე და მერე როგორც ფეხბურტელი, თუმცა ახლა ნებისმიერ შემთხვევაში შეიყვარები, იმიტომ რომ თუ გოლს გაიტანს, უყვარს თან გოლები, თუ გოლს გაიტანს, მით უმეტეს შეგიყვარებე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რომ ადამიანი ხარ, ეს მისი ოჯახის დამსახურება. მას ყავს უსაყვარლესი მშობლები, არაჩვეულებრივი მშობლები, ნათია, ლაშა, რომელსაც აი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ძველი ჩვენი მრევლია ტაძრის, ლიონში დავდიოდი და მათ ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამ გიორგიმაც გააგრძელა მათი ეს ოჯახური კარგი ტრადიცია. აი მაისურები შეძენა ვთქვათ, ვისაც უნდა აქვთ ალბათ ძალიან ბევრი სურვილი და გვისმენენ. ხომ არ არის რაიმე კონკრეტულად დაგეგმილი უკვე უახლოეს ხანებში? საქართველოში ეს ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ ადამიანებთან გვექნება საქმე და მაგრამ გავაგზავნებთ ისევ პარიზში და დანარჩენი მერე შესაბამისად ამ პროექტს ხო მივცემ პროექტ შესაბამის პროგრამას და იმის მიხედვით გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი თემა, იმიტომ რომ იმ დღეს გიორგი დილის 10 საათზე რო დაიწყო ხელმოწერა, საღამოს 7 საათზე დაამთავრა. იქ მარტო ხელმოწერა ხო არ არის, ზოგ სურათი უნდა, ზოგ ჩახუტება უნდა, ზოგ გასაუბრება უნდა და რაც ყველაზე საინტერესოა 7 საათზე დაამთავრა, მე ლიონამდე არის 500 კილომეტრი. მატარებლით წავიდა და საღამოს კიდე ვარჯიშს დაესწრო. და მე ვუთხარი გიორგი შენ დავიღალი არ თქვა, იმიტომ რომ შენი ფილტვები მე რომ მომწაი, უფრო მეც გავაკეთებდი, მე და დაღლა არა. მან ერთი სასაცილო თემაც იყო, დავამთავრეთ თითქოს და ჩვენებისთვის ახლობლები ვინც ვიყავით საორგანიზაციო ჯგუფში, ჩვენთვის გვინდოდა კიდევ რამოდენიმე მაისურზე მოეწერა ხელი და გიორგის უთხარი, მე ვუთხარი ფეხბურთი კი დამთავრდა, მაგრამ დამატებითი 15 წუთი კიდე გაქვს მოსაწერი მეთქი და მან გააგრძელა ეს ყველაფერი სიყვარულით. დიახ. მამანტო, რაც შეეხება კულტურულ პროექტებს და ჩვენ ვიცით რომ ამითაც ძალიან ანებირებთ პარიზში მცხოვრებ ქართველებს და ჩვენ ყოლია სტუმრად ასევე ანსამბლის წევრები, რომლებიც თქვენთან ერთად არიან სამრევლოში. აი რა სიახლეები გაქვთ ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევით და აი ამ კუთხითაც რა სიახლეები არის სამრევლოში? თქვენ როგორც იცით, მეუფე აბრაამის ლოს ვაკურთხევით, ჩვენ ძალიან ბევრ პროექტებს ვახორციელებთ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. მარტო მე არა, მთელი სამღვდელოება იქ ჩვენი მოღვაწე მამები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. მეორე, ის რომ იქაურმა ახალგაზრდობამ, ქართველებმა არ იგზნონ თავი რაღაც სამშობლოსთან მოწყვეტილად და გარკვეულწილად თავისი წვლილი შეიტანონ სამშობლოს გასახარათაც, პოპულარიზაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მართლაც ბევრი კონცერტები კეთდება, მათ შორის საქველმოქმედო კონცერტები, მათ შორის გასვლითი კონცერტები, ჩვენ დავაწესეთ ერთობის ზეიმი, სადაც ვიკრიბებით ყველა სამრევლო, ყველა 26 მაისს სხვადასხვა ქვეყანებში, ყველა ვისთანაც ტარდება, შემდეგი იღებს თავისთავზე პასუხისგებლობას, რომ მასთან ჩატარდეს და იქ ჩვენ ვეპატიჟებით უამრავ ადამიანებს, ადგილობრივებს, რომ გავაცნოთ ჩვენი კულტურა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა თქვენი ეთერითაც ვისარგებლო და ხშირად მივმართავ ყველას, რომ აუცილებელია დაფიქრდეს ჩვენი სახელმწიფო სპეციალური შესაბამისი სტრუქტურა, რომ ეს ბავშვები აქაც მოიწვინონ ძალიან ხშირად. თქვენ ამაზე არაერთხელ გაამახვილებთ ყურადღება. მინდა ეს ხშირად მინდა, მე ახლა მაგ დაგეგმილი შეხვედრა კულტურის მინისტრთან ამ პროექტის მიმართებაში, ველოდები მისგან ზარს, რომ მას შევხვდე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდები აუცილებლად უნდა წარდგნენ საქართველოს წინაშე. ეს არ გაუჭირდება ჩვენ ქვეყანას, მე ვიცი რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო რაღაცა გარკვეულ ნაბიჯებს დგავს და მე მინდა რომ ეს ახალგაზრდები ჩამოვიდნენ საქართველოში და საკუთარ სამშობლოს უმღერონ, უცეკვონ. მათ შორის თქვენ წარმოგიდგენთ როგორ გააბედნიერებს მისი მშობლები, ნათესავები რომ დაესწრებიან ამ კონცერტს. და თან თქვენ იცით რომ ჩვენ ერთხელ ქონდა დასავლეთში ზუგდიდში ქონდა ესეთი კონცერტი მიწვეული ვიყავით ერთ-ერთ ფესტივალზე და იქ რუსთავის ხელმძღვანელი მოვიდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენებმა იმღერეს და ცერემონია წამოვიდა და მამაო ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა, იმიტომ რომ ჩვენ რო აქ ღერი ვართო, რაღაცა გარკვეულწილად უკვე გათამამებულად ღერი ვართ. ისე გულწრფელად იმღერესო შენმა ბავშვებმა, ცერემონია წამოვიდა და გულიდან ნამღერი იყო და ისე ლამაზად გამოვიდათო. თქვენ იცით ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ეს მონატრებასთან არის, პასუხისგებლობასთან არის დაკავშირებული და ჩვენმა სახელმწიფომ მარტო სამწუხაროდ ყველას იქ უნდა რაღაც კონცერტები ჩატარება, იქ უნდა
უნდა ჩამოსვლა და აქაც უნდა დააფინანსოს, აი მაგალითად ხო არის მაგალითად თბილისობა, ერთ-ერთი დღესასწაული. რატო არ შეიძლება გამოიყოს ერთი ადგილი, მაგალითად სპეციალური ადგილი იმიგრანტებისთვის, სადაც ისინი ჩამოვლენ, კონცერტს გამართავენ, იქ თავისი ნათესავი მივა, ყველა მივა. მე იმიგრანტი რომ თქვენ წარმოიდგინეთ მთელი დღე მათ მთელი კვირის განმავლობაში არ აქვს დასვენება ერთადერთი კვირა. მაგას ესენი აკეთებენ ერთი დღე აქვს ამისთვის, რომ ერთ დღეში გააკეთონ ეს ყველაფერი, იმეცადინონ, იმღერონ, ტაძარშიც მოვიდნენ წირვას და ესონ ეს არ არის ადგილი. გალობს კიდეც ხომ? ბევრი მათგან. უმეტესობა გალობს, საკვირაო სკოლები გვაქვს პატარებისთვის და სამნიშნულოვანია ეს ყველაფერი და აუცილებლად ეს ხალხი საკუთარ სამშობლო ეს მარგალიტები უნდა ნახოს. აქ ჩამოყვანილი ყველას რატომღაც იქ უნდა და იქ უნდა რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მაგრამ აი ამ ბავშვებზე ფიქრი აუცილებლად მნიშვნელოვანია და მე ვთხოვ ყველას ვის ეს ხელწიფება აუცილებლად დაპატიჟონ ეს ბავშვები საკუთარ ქვეყანაში. არ არის სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს რომ წელიწადში ერთხელ თითო ანსამბლი, ორი ანსამბლი ჩამოიყვანოს და წარუდგინოს საკუთარ სამშობლოს როგორც მარგალიტი უცხო ქვეყნისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მინდა თხოვნით მივმართო ყველას რომ ეს პროექტი აუცილებლად იქნეს განხორციელებული. აი მე შეხვედრა გაქვთ ხომ დაგეგმილი კულტურის მინისტრთან დაგეგმილი რომ ეს პროექტი გავაცნო, პროექტიც გამგზავრებული მაქვს. ყველაფერი რომ ეს ბავშვები აუცილებლად ერთი დღე მაინც ჩამოვიდნენ სამშობლოში და წარდგენ საკუთარი ეს იქნება მათთვის უფრო მეტი мотиваცია, უფრო მეტი პასუხისგებლობა იმისათვის რომ მათ უფრო მეტი გააკეთონ. კი, იქ თავს წარმოაჩენენ ღერიან უცხო ხალხში, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია ყურადღება სამშობლოდან, იმიტომ რომ მათ არ უნდა იგრძნონ რომ რაღაცა მართლაც ბოლომდე ემიგრანტები არიან, მათთან რაღაცა არ უნდა გაწყდეს ძაფი. პირიქით ეს უნდა გავაძლიეროთ, უფრო ძლიერი გავხადოთ და ჩვენი ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მე მივმართავ ყველას თხოვნით, ვისაც ეს ხელისუფლება დაგვიდგეს ამ პროექტში გვერდით და აუცილებლად ეს ბავშვები ჩამოიყვანოს სამშობლოში. ჩვენ გვჯერა რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ეს თქვენი ჩანაფიქრი აუცილებლად შეისხამს ხორცს. მამა ანტონ, ჩვენი პატრიარქის ბრძენი პატრიარქის გადაწყვეტილებით რომ დაარსებულიყო უცხოეთში ქართული ეპარქიები ძალიან დიდი შვება მიეცათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და აი ამ სამრევლოების ფუნქციონირებით და მოღვაწეობით ძალიან დიდი კავშირი არსებობს უკვე საქართველოს, ანუ ეკლესია გახდა დამაკავშირებელი იქ მცხოვრები ქართველებისა სამშობლოსთან. ერთადერთი ადგილი, სადაც სამშობლო უცოცხლდებათ, ხო? და ამ მხრივ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყველა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართულ სასულიერო პირს, რომელიც ასე იღწვის და თქვენ იცით რომ ამხელა ნუგეშს აძლევს იქ ცხოვრებ ქართველებს. დასავლეთ ევროპის ეპარქია მეუფე აბრამის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი ეპარქია, რატომ იცით? მარტო იმიტომ კი არა რომ იქ წასულ საზოგადოებას სამი პრობლემა უდგება: ენა, მამული, სარწმუნოება, ხო, რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის ქართველებისთვის. ენა ნელ-ნელა შეიძლება დაკარგოს, მამული ისედაც წასულია და ერთადერთი არის სარწმუნოება, რომელსაც ამ ყველაფერს ამ ორივეს აერთიანებს, იმიტომ რომ ეკლესიაში როცა მოდის ის ესწრება ქართულ წირვას, საკვირაო სკოლას და სამშობლოს სიყვარულსაც უფრო სხვანაირად უნვითარებთ. იქ ეწყობა ყველაფერი ის, რაც აქ აკლია, აქ ხდება ყველაფერი, მათ შორის თველიდან დაწყებული ყველაფრით. ყველა სასულიერო პირი, ვინც უცხოეთში ამაზე ზრუნავს, რომ მათ არ დაკარგონ ამ სამიდან არც ერთი. იმიტომ რომ ჩვენ ამის უფლება, ჩვენ დასაკარგი შვილები არ გვყავს. ეს ის ხალხია, რომელსაც შეუძლია ჩამოვიდეს და თავისი როგორც იქ ამბობენ, ისე ახაც თქვენ თავისი სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან მათგან უმეტესობა ძალიან განათლებული ხალხია, ძალიან ნასწავლია, გარკვეული გამოცდილება აქვს და ამ ხალხის საკუთარ სამშობლოში გამოყენა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მამა ანტონ, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მაყურებელს ვეთყვით, რომ წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი საფრანგეთში არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ერთგვარად თემას ვაგრძელებთ, ისევ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების შესახებ უნდა მოგითხროთ. დიასპორის სახლის ორგანიზებით კუნძულ მალტაზე წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ეს ღონისძიება უკვე მე-10-ად გაიმართა წელს და პირველად მალტაზე, აქამდე სულ რუსთაველის თეატრში თბილისში იმართებოდა. საღამოს ჩვენი თანაწამყვანი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ასევე მოამზადა სიუჟეტი და უფრო მეც ამ ღონისძიების შესახებ შევიტყობთ სწორედ კახა მიქიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან. ულამაზესი კუნძული მალტა, რომელსაც სხვადასხვა კულტურების თავშეყრის ადგილს უწოდებენ, წელს უკვე მე-10-ად საიუბილეო დიასპორელების დაჯილდოებას ამ ისტორიულ თეატრში მასპინძლობს, რომელიც დიასპორის სახლის ინიციატივით იმართება.
ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც უცხოეთში ქართულ საქმეს აკეთებენ, ეწევიან ქვეყნის პოპულარიზაციას და ეხმარებიან თანამემამულეებს გზის გაკვალვაში, ახლა ქარვისფერ მალტაზე შეიკრიბნენ, სადაც განსაკუთრებული მზადებაა. სპეციალურმა კომისიამ ტრადიციულად წელსაც წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის არაერთი ადამიანი დააჯილდოვა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქმიანობენ. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო მონაწილეებისთვის, რაც მათი საქმიანობის დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ტყუილად არ მიცხოვრია 13 წელია ესე გამოდის ემიგრაციაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის, ვინც ქართულ კულტურას ვემსახურებით, მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენთვისაც იყოს ხოლმე ესეთი წამახალისებელი ღონისძიებები და უფრო მეტი და მეტი სტიმული გქონდეს, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრი გავუკეთოთ მის ფარგლებს გარეთ. ჩემთვის არაჩვეულებრივი დღეა და განსაკუთრებული პატივია დღეს აქ თქვენს გვერდით ყოფნა. ეს მხოლოდ ჯილდო არ არის ჩემთვის, ეს სასიცოცხლო ხიდია ჩემსა და ჩემს ხალხს შორის. სასიამოვნო და ემოციით სავსე საღამო იყო და დიდი მადლობელი ვარ ჩვენ ყველა ბრძოლობთ ამისთვის, რომ რაღაცა მივაღწიოთ საზღვარგარეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ საზღვარგარეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ. მე გახლავართ დიასპორული მედია აპრიორიტივის დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში. და მე წლების მანძილზე უკვე მე-5 წელია თანამოქალაქეებს იტალიაში მცხოვრებ ქართველ თანამოქალაქეებს მშობლიურ ენაზე ვაწვდი ყველა საჭირო ინფორმაციას. ეს შრომის კოდექსიდან დაწყებული მიმდინარე მოვლენებით დამთავრებული საქმეს, რომელსაც გულწრფელად, გულით და უანგაროდ აკეთებ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას დაინახავენ და შეამჩნევენ და თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებენ. ღონისძიებაზე სპეციალურად მიიწვიეს ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები საქართველოდან. წარმატებული დიასპორელების ნომინანტებს რეკომენდატორებთან ერთად დიასპორის სახლი მთელი წლის განმავლობაში იძიებს და საერთაშორისო ასპარეზზე მათ საქმიანობას ეცნობა. როგორც თავად ამბობენ, პროექტის მთავარი მიზანია მადლიერება გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. წელს გაიმართა მე-10 სეზონი დიასპორელების დაჯილდოების. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დიასპორის სახლის დამფუძნებლები, ესე ვთქვათ, კომისია აი რასაც გვიათ თვალს ვადევნებთ ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში და იმის შემდეგ ხდება უკვე მათი წარდგენა. რაც მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული ნომინანტები ყავდა წელს. იყო კანადიდან, იყვნენ ამერიკიდან, იტალია, ნიდერლანდები და ასევე მალტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ზოგადად არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ქართველების შემოქმედების წარმოჩენას, მათ წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ქართული შემოქმედება, ქართული კულტურა, ქართული რესურსი ძალიან მაქსიმალურად წარმოაჩინონ. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ შარშან გახდით ამ კონკურსის ნომინანტი, გამარჯვებული ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მხოლოდ წარმატებას ვუსურებ მათ. ჩვენი ფესტივალის Grand Prix, მაგრამ თქვენთვის უბრალოდ სამახსოვრო საჩუქარი. ვიდა გახსოვთ? წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მალტაზე რამდენიმე დღიანი იყო. საღამოები მოიცავდა გაცნობით შეხვედრებს, მალტის დათვალიერებას და ბოლოს დასკვნით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. დიდი მადლობა კახას ასეთი საინტერესო სიუჟეტისთვის და ასევე ვილოცავთ კიდევ ერთხელ ქართველ დიასპორელებს ამ დიდ წარმატებას. ვაგრძელებთ გადაცემას 17-27 ოქტომბრის ჩათვლით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა ღანი სიყვარული განმტობის გზა და დაჯილდოების ცერემონია. თემაზე სასაუბროდ შემოგვერდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან საულქვაძე. მოგესალმებით ბატონ ლევან. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის და
ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ უნდა ვისაუბროთ და ვიდრე თქვა დეტალებს ჩაუღრმავდებით, მიზანზე რომ გითხრათ, რა მიზანს ისახავს ეს პროექტი? ეს პროექტი მართლაც ძალიან საინტერესოა, შეიძლება ითქვას, რომ არის ინოვაციური, თუმცა თემა, რომელსაც ის ეხება, არის მარადიული და ეს არის სიყვარული და სიყვარული არა მარტო ესეთ ჩვეულებრივი გაგებით, არამედ როგორც განხრთობის გზა. ჩვენი პროექტის მიზანი არის, რომ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთავარი მისია ადამიანის, ისი განხრთობის იდეა და ის გზა, რომელიც ყველა ჩვენგანმა ღვთისწყალობით უნდა გაიაროს და განეხტოს და ეზიაროს სასუფეველს. დიახ, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და აი სახელწოდებაზეც ღანი, აი რას აღნიშნავს, ესეც განუმარტოთ მაინც მაყურებელს. ღანი როგორც გრაფება, ასომთავრულის გრაფება ძალიან გავს თახს, ასეთი მოყვანილობის არის და ჩვენ ავიღეთ ამ ღანის გრაფიკული გამოსახულება როგორც იდეა სახვით ხელოვნებაში. და არა მარტო სახვით, არამედ არქიტექტურაშიც და ასე ვთქვათ, მივანიშნეთ, საით შეიძლება და განვითარებულიყო მათი აზროვნება. ეს ახალგაზრდული კონკურსია, ამიტომ ჩვენ ცოტა თამამები ვიყავით მენტორული კუთხით და თვითონ ეს თემატიკა ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, უფრო მეტად ჩაგვეშალა, უფრო მეტად აგვეხსნა რაზეა ლაპარაკი და მარტივად ესე საკონკურსო მოცემულობა კი არ იყო, არამედ ჩატარდა ლექციების კურსი. დიახ, შეხვედრები ამ ახალგაზრდებთან, მე ჩავწერეთ სპეციალური პოდკასტები, მოვიწვიეთ სხვადასხვა პროფილის ადამიანები, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მოქანდაკე, ჰერალდიკოსი, ყველა ვეცადეთ, რომ რაც მაქსიმალურად მოგვეცვა მსგავსი და საინტერესო წყაროები რა. დიახ. ამ ადამიანებს ახალგაზრდებს შეუქმნით სააზროვნო სივრცე, რომელშიც მათ მე მგონი ძალიან დიდი წარმატებას მიაღწიეს და თუ მობრძანდებით ნახავთ 17-დან, ანუ დღეიდან 24 რიცხვამდე იქნება გამოფენილი ეს ნამუშევრები. აუცილებლად მე მგონი მაყურებელიც დაინტერესდება ჩვენი და ხალხმრავლობა იქნება. ძალიან საინტერესოა. სამ კატეგორიაში ჩატარდა კონკურსი, როგორც ვიცით, აი ამაზეც რომ გითხრათ, ზოგადად კონკურსი რამდენი ეტაპად მიმდინარეობს? თქვათ, ახლა როგორც ვიცი, შერჩევის პროცესია, ხო? ეხლა არის უკვე მეორე ეტაპი სრულდება. პირველი ეტაპი იყო ზოგადად მონაწილეების მიერ გამოგზავნილი ნამუშევრების გადარჩევა, გადაირჩა 10 ნამუშევარი თითო კატეგორიაში, ეს არის არქიტექტურა, ქანდაკება და მხატვრობა. ეხლა ეს ნამუშევრები არის გამოფენილი რუსთაველზე, ქართული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და იქ ეხლა მუშაობს უკვე ჟიური, დღეიდან დაიწყებს მუშაობას და 21-ისთვის გვექნება ნომინანტები, ანუ პირველი, მეორე და მესამე ადგილი სამივე კატეგორიაში. დიახ. თქვენ ბრძანეთ, რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან, გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა იყო? 40 წლამდე იყო შეზღუდვა. 40 წლამდე იყო შეზღუდვა. თქვათ, კიდე რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ ის ადამიანები, ვინც მიიღეს კონკურსში მონაწილეობა? უნდა ყოფილიყვნენ დარგის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ხო. ან სტუდენტები, ან სხვა მხრივ არ იყო ბევრი შეზღუდვა. ყველაზე აქტიური რომელი მიმართულება აღმოჩნდა? ჩვენ ვთქვით, რომ სამ კატეგორიაში იცით რა, ვერ გამოყოფ ესე განსაკუთრებით, უბრალოდ არქიტექტურა რამდენად რთული და კომპლექსური დარგია, უფრო არქიტექტორები აქტიურობდნენ. მაგრამ არა, ყველა აქტიურობდა საკმარისზე მეტად. და თქვენ თავად თუ ხართ შერჩევის პროცესში ჩართული და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აფასებენ? ეს ადამიანები დღეს სათქმელად არ შეიძლება, მაგრამ მათი სკვარების და სახელების კონფიდენციალურია. კი ბატონო, მე არ ვარ ამ სიაში, ასე ვთქვათ, ჟურის სიაში, მე არ ვარ, მაგრამ მე ხელმძღვანელობ მენეჯმენტს უწევ, ასე ვთქვათ. დიახ. დასახელდებიან გამარჯვებულები პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ხო? ამაზეც რომ გითხრათ, თქვა თუ იქნება გარკვეული წამახალისებელი ჯილდო, ან პრიზი, ან პრემია, ან რა, ვთქვათ, პერსპექტივა ეხსნებათ მათ აი ამ კონკურსში გამარჯვებით. იცით რა, ეს კონკურსი კიდე იმითი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ეს არის კერძო ინიციატივა. დიახ. ეს არის კერძო ადამიანის სუმთხოვს რომ არ დავასახელო მისი სახელი, მაგრამ კერძო ადამიანის წამოწყება, მისი იდეა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს იდეა გავიზიარეთ და ავიტაცეთ და არის დაწესებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი პრიზები პირველი ადგილისთვისაც, მეორე ადგილისთვისაც, მესამე ადგილისთვისაც და იმ ყველა მონაწილისთვის, რომლებიც უკვე ამ ეტაპზე, ანუ
დარჩენილი 21 მონაწილისთვის 30-ია. ფულადი პრიზებია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარ. ეს კიდევ უფრო დიდი სტიმული არის ბუნებრივია. ასეთი კონკურსი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თანამედროვე რეალობაში არ ჩატარებულა. როგორც ფულადი განზომილებით, ისევე შინაარსით და მასშტაბით და ასე შემდეგ. 21 ოქტომბერს გაიმართება უკვე დაჯილდოების ცერემონია. ალბათ ვთქვათ, გარკვეული სცენარი არსებობს, ხომ, როგორ უნდა ჩატარდეს და როგორც ვიცი, აი ამ ცერემონიაზე ასევე თქვენ გაახმოვანებთ კიდევ სხვა გეგმებს, თქვათ, ახალ პროექტებს და რისი თქმაც არის შესაძლებელი ამ ეტაპზე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენც მოგვიყვეთ და ჩვენს მაყურებელსაც გაუზიაროთ. კი ბატონო, ნუ მთავარი რისი თქმაც მინდა რომ ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, საცდელი ეტაპი და მე მგონი წარმატებით ჩავიარეთ, არ მინდა ხწინასწარ ლაპარაკი. მომავალი წლისთვის იგეგმება მსგავსი, უფრო მასშტაბური ღონისძიებები და ისინი აუცილებლად მიეძღვნებიან 1700 წლის თავს საქართველოს გაქრისტიანების. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თარიღია, მოგეხსენებათ ჩვენი ეკლესია ამას განსაკუთრებით აღნიშნავს სახელმწიფოსთან ერთად და ჩვენც უერთდებით ამ დიდ დღესასწაულს და ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტივობები მიეძღვნება აი ამ დიდ თარიღს. და ზოგადად მთელი ეს პროექტი, როგორც თქვენ დასაწყისში ბრძანეთ, ეძღვნება სწორედ ქართული ღირებულებების გააქტიურებას, რაც წარმოადგენს ჩვენი თვითმყოფადობის, ქრისტიანობის არსს და რაღაცა აი ამაზე, ამით რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ეს პროექტი ეძღვნება სიყვარულს და მთლიანად მთელი ჩვენი აი ამ მიმართულება მიეძღვნება სიყვარულს და იდეაში მე ვფიქრობთ, რომ დაგვირგვინდება ესეთი დიდი შეიძლება მონუმენტით ან რაღაცა ესეთი დიდი შედეგით, რომელსაც ჩვენ მამას მოვიძიებთ ამ კვლევის დროს და ეს არ იქნება 1 და 2 წლის საქმე, რა განგრძობადი, ასე ვთქვათ, თაოსნობა სხვადასხვა აქტივობებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან ჩვენთან სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ, ასევე კონკურსანტებსაც გვინდა რომ წარმატება უსურვოთ. მაყურებელს კი ვეტყვით, რომ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დასრულდა დღევანდელი ერთსულოვნების დილა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გისურვებთ ბედნიერ უქმეებს, ნახვამდის.